ცოტნე სიმიკა მანქანა იყიდა ცოტნე მიკა მანქანა იყიდა მე მიხას მოუთხარ დაგისტრაკი ხო გაიგე რა გჭირს არაფერი რა იყო პირველად გაქვს პრესკონფერენცია რა შემეჩი ფუტბოლის ყველე იყო შემეჩი იცოდე არაფერ შეჭამ კითხნე 12 საათი ექსპერტი ვარლან ბასილაშვილი აცხადებს, რომ თქვენ არანაირი შანსი არ გაქვთ. რომ ეს შედეგი იაფფასიანი პოპულიზმის შედეგია. ქარის მოტანილი რეიტინგი, რომელსაც ქარივე უკან წაიღებს. ექსპერტი ვარლან ბასილაშვილს გადაეცი. იმდენი შენი კარგი მოვტყანთ ხო. შემეცით ვარ, და ეგ იქნება. რა გინდა? აი ეხლა მოვედი ფლაშიდან და ფეისბუქზე იცი რა ამბავია? აი როგორც კი მარტო დაქტოვებ, ეგრევე დებილობა და იდიოტობა როგორ უნდა გააკეთო? იგი ნახوي გავა! ამომივიდა ხალხო ყელში ეს დილიდან საღამომდე უაზრო თავის მართლება. და საერთოდ მე მივდივარ პოლიტიკიდან. რაც გინდათ ის გქენით ხალხო, ვინც გინდათ ის გააპიარე და ვისაც უნდა იმან ააშენოს ეს ქვეყანა, მოგსტყვნიეთ პატრონი ყველას. დებილი როგორ ხარ? შეხვედრაზე როგორ დალიაი? შეხვედრაზე რამ დაგალევინან? ой, მე ღმერთო, მოქმედი პრეზიდენტის და მოქმედი და ფლორენციის კომისიის წარმომადგენელი მე ვინ შემიყლევა? ვაფშე არ გინდა შენი დანახვა გშარდები! დავინახო. ნახვი! რა მინდა გოგო, რა მინდა მითხარი რა? რები მოდიარე, გამაგებინე დავდივარ, ყვირი ვარ გამრავლდეთ მეთქი და რა ბიჭიც არ გინდა გოგო, რა ბიჭიც არ გინდა მითხარი? რა ბიჭიც არ გინდა? გულსფელობა უფრო დასაფასებელია ვიდრე შენი იდიოტური სლოგანები და პლაკატები რა მოგითხათ თანამედროვეობა, ხო გაიგე? ჩუშედე დამოწმულობ. მშობლო